ჩვენ ვამბობ ძალიან მარტივ საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პრინციპულად არ ვეთანხმებით დაუბეგრავ მინიმუმს, ორი მიზეზის გამო. ერთი, რომ ეს არის ზედმეტი ბიუროკრატია ყველა ოჯახისთვის და მეორე, რომ ეს არის, ასე ვთქვათ, ჩრდილოვანი ეკონომიკის ზრდის შესაძლებლობა. ჩვენ როგორც კონსტრუქციული ოპოზიცია გამოვდივართ ალტერნატიული წინადადებებით. პირველი, დაუბეგრავი მინიმუმი გავრცელდეს არამხოლოდ იმაზე, ვისაც ხელფასის სახით აქვს შემოსავალი 500 ლარი, არამედ ყველა საშემოსავლო გადასახადის გადამხდელზე. ანუ, მაგალითად, ადამიანზე, რომელიც დგას ბაზრობაზე და ვთქვათ, ვაჭრობს, რომელსაც აქვს ჯიხური და ვაჭრობს, რომელიც აქირავებს ბინას და საშემოსავლო გადასახადს იხდის, ყველა ამ ადამიანზე გავრცელდეს ეს შეღავათი, ეს ერთი და მეორე მნიშვნელოვანი საკითხი. მოდით პარალელურად ამასთან ერთად შევამციროთ საშემოსავლო გადასახადი 20-დან 18%-ზე. რატო? იმიტომ რომ 2013 წელს არც ერთი ეს ოჯახი დაუბეგრავი მინიმუმით არც ერთ დეც არ მიიღებს. ჩვენ ვამბობთ, რომ მოდით მყისიერი, ასე ვთქვათ, შეღავათი რო ქონდეს აბსოლუტურად ყველა ადამიანს და შევამციროთ საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისად ადამიანებმა გადაიხადონ ნაკლები ბიუჯეტში, შემოსავალი მეტი დაიდოვონ თვითონ.